მოგესალმებით, დღეს მე სოფო ხატია ვიმყოფებით ბორჯომში. ულამაზეს ადგილას. სოფო. არა, იქეთ. და ხატი. დღეს ახლა დრონს ავაფრე. ახლა უნდა ვჭამოთ საჭმელი და მე გაჩვენებთ როგორ გამოიყურება აქაურობა. ახლა. შეხედეთ შორიდან. ძალიან ლამაზია. სოფო მართავს დრონს, ესეც აუცილებლად დავაფიქსიროთ. გავდივართ გარეთ. სარგვაცდის რო ვიდეო გადავიღოთ ნორმალურად. კაი მოტრიალდით. სოფო. დავით. ეკო კოტეჯში ვიმყოფებით, აქ არის 3 კოტეჯი. 1, 2 და ესეც მესამე. აქ არის აუზი, მაგრამ დაკეტილია, რა თქმა უნდა, ზამთარია. ახლა გავალთ გარეთ და ვისეირნებთ და გაჩვენებთ ადგილებს. ესე გამოიყურება კოტეჯები. არ ვიცი, სადნა წავიდეთ. მაგრამ მივენდოთ გულს და იქეთ წავიდეთ. ვიაროთ და ნახოთ რა ხდება. საქართველოში რო დავდიოდით ეგ. მაგარი ესე გძროხები იყვნენ და აქ ჯერა შეხვედრია. ალამაზია ხალხობა. მაწუხებ რა. ესე დავდივართ და ვერაფერს ვერ მივაგენი ჯერ. ამას საძიგძიგო გვინდა რა, მაგარი პონტი იყოს რა და ვიცეკოთ. თუმცა აქ ჯერჯერობით მსგავსი ინფრასტრუქტურა არ არის. თოლში შემოვედით. მე რამ ხელა თოლია. და ძალიან სილამაზია. 6 ესე გვაქვს რომ გადავიღოთ ვინტაჟური ფოტოები, საკმაოდ ლამაზი გამოდის. 1, 2 აბა ნახოთ რა იქნება. საკმაოდ სერიოზული ფოტოებია. მშვენიერ. მაგარ. მეც გადამიღეთ. ვაკი ხატია მიღებს ფოტოს და მშვენიერია. ჯერ რატო ჩამოწიე ეგრე მალე? აბა მაჩვენე რა გამოვიდა. გამოვიდა რა გინდა. გახსენე? მაჩვენე. ვაუ. ისე ხალხო, აი რა ტელეფონით ვიღებთ ფოტოებს. ძალიან სასწაული ხარისხი აქვს. მოკლე გზები ვნახეთ და ასე მივდივართ ჩვენს დანიშნულების ადგილას. ფოტოები გადავიღეთ. ნახე ისინი რა ქვია. რა ქვია ამ წითელს რაღაცა ჩაი თუ? აზერო რა ქვია ხო? ასკილია? ბრუნდებით სახში და გვეზარა სიარული მეგობრებო. არ შეუძლია სოფოს. არ არის. ხატიაც საიღალა ამის მოსმენით უკვე. სოფო გადაკეთებს ყავას და დავლებთ. მე ვუყურებთ რამე ფილმს. ჩემი ფულით ვარ წამოსული და რას მავად, რაზე მათვალიერებ, სად ვარ და რას ვაკეთებ. აღარ დაიღალეთ ჩემი ცხოვრების განკითხვით? რატო? რა დღეში ხართ გოგო? ახეთ ოლის ბაბუა მომიტანა ჩაი. მოდი შეთაგედა. დარბაიძე? მოდი. Cheers. Are you ready for this? ესეთია საღამო. ძალიან სილამაზეა თოლში, იმიტომ რომ განათებებია განათებული და ძალიან ლამაზად ჩანს ყველაფერი. ცივა მინუსებშია გრადუსები. ახლა ცოტათი გავალ ეზოში და გაჩვენებთ როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი.
ცივა. ნახეთ იქ პატარა თოვლის ბაბუა აყენი. თოვლისგან რა თქმა უნდა. და ვარსკვლავები ძალიან ლამაზად ჩანს, იმიტომ რომ მოწმენდილიცაა და რავი, ესეთი ჰაერი кайხანია არ ჩამის თქია თბილისში მით უმეტეს. ხატია აკაკუნებს აქედან. მზადაა ჩაი? Thank you much. შოთა დარბაიძე გვეძახი ის თუ? დარბაიძემ შემოვიდასო ნაპოლეონი უნდა გავჭრათ. მოგზადით. მოკლედ ყველგან სიარული გვეზარება ეს მეორე დღეა. ეხლა უნდა ჩავიდეთ ბორჯომში. რომ რაღაცები ვიყიდოთ საჭმელი და სადმე შევალთ ალბათ რომ რაღაცები დავათვალიეროთ. ნახოთ. ეხლა ამ კარს გავაღებ, მანქანით გავალთ და შემდეგ კადრიდან შემოგთავაზებთ რამეს ახლას. მანქანაც გათვა. ძალიან სილამაზეა მეგობრებო, მინდა აღნიშნო. თევზზე თოვლი კარგად დევს. ყველგან დევს, ვიღაცას გუნდაობა რომ მომდეს თავისუფლად გაერთობა, მაგრამ დავასკვენი რომ ჩემთვის არ არის ზამთარი. აქ ზაფხულში ძალიან სიმწვანეა, ულამაზესია, თან ეს აუზიროა, ძალიან ლამაზია ქაურობა და უფრო მეტად გაერთობი ესე მგონია, მაგრამ ნუ ზამთარსაც თავისი ხიბლი აქვს. დავით. ან წინ არ ვსვავენ არც ერთი და Let's go. თუ წავედით მოკლედ ლა 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 ნუ არვი შემოვედით კი და ჩამოვედით ბორჯომში და ეხლა ვეწევთ ბანკომატს ნუ ნუ არვი სტარიყოს და არვი ხატია ისე დადის გეგონება ის იყოს რა ქვია ბროდვეი დაგილიჯა ზაღმა გაეცა არვი New pair. აი კრედობა. კრედო ყოფილა ბანკის პარასი მაქვს მე გამოვიდა ხალიქ ბანკიდან არ არის. ხო აგერსი გამოატანინო ამას საკომისიოთ დაინახა რომ კითხო საქართველოს ბანკი ეს არის მეგობრებო ხიდი ანუ ეგ მეგონა თიბის. არა გადი ფოტო გადავიღო გადი სავიღებთ ფოტოს არავე სოფსად არის აი რა დღით მიდის ერთი ოყურა არა აქ წყალი არ დამეს საოჯახო სახლი ფრიდონის შევხვდით ძალიან მაინტერესებს რა ხდება შეგეთ ნუ ნახე მისენი მეორე დავით ასაც მალე ხო არ ვიყიდოთ მოდი აგიღებ ეხლა მე შენ ალფად. ნახავთ რამეს ვათვალიერებთ აქ მაღაზიებს მაგთი It's okay to make mistakes, you know. რა თქვია რა კარგი იყოს ყველაფერი ასე. პეტრე ჩაიკოვსკის ძეგლიც ნახეთ ირემის ძეგლი და ნომერ პირველი საჯარო სკოლა ექსკურსიაზე არიან გოგოები მილიონი. მოხსნა ბარაკიდან მოგებული თანხა. ვარვი. მოგწონთ ბორჯომი ბატონო? ბორჯომი მოგწონთ მოწონების დონეზე მომწონს. მსოფლიო ორგანიზაცია შეთანხმდა რომ მზეს აუწიონ 5 გრადუსით ტემპერატურა და რა სიტყვით ამაზე უნდა დაიხარჯოს 100 მილიონი დოლარი 100 მილიონი? ხო მზეს რომ აუწიოთ 5-10 გრადუსი კი ბატონო აუწიონ არა მაქვს მე. კიდევ ერთი კიდე რა იყო აი ეს მე მეჭიროს ხომ მკითხეთ კი როგორც შეთანხმდა ჩვენი მთავრობა, უნდათ რომ მაიკ ჯექსონი ჩამოიყვანონ ბორჯომში, ცენტრალურ პარკში და რა აზრის ხართ ამასთან მიმართებით, თუ შეიძენთ ბილეთებს, რომ არ დაჯდეს ის არ გაკოტრდეს სახელმწიფო. კი, მაიკ ჯექსონი თუ ჩამოვა, თანახმა ვიქნები, რავი, არ მექნება პრობლემა. კი ბატონო, და თვითონ საფირმო ილეთს აკეთებს ბორჯომის ხიდზე, ეს უკან. ამდენი ხანი უნდა იაროს? კი, და თქვენ წინააღმდეგი ხო არ იქნებით, კი ბატონო. არა.
წინააღმდეგი არ ვიქნები. ელვის ვიტრაძეს ბორჯომის გამგეობის წარმომადგენელს. არა და ხმაურია ძალიან დავიღალე. ვერ ჩავწერე ვიდეო. კარგად იყავთ. აუ რო არ გითხრამდე ხას რას ყიდულობდი. ალერგიის წამავს თქვენზე მაქვს ალერგია. ნუ არვი. ნაპოლეონი ავიღოთ. სნიკერსია. აი ეს ცხონა ეს. კი სახში ვიყიდოთ ბარე მემზოსი. კაი, წავედით. სოფო მანქანა დაკარგა. აუ ესე დამატარებენ დებილები. ნუ არვი. აი ვაშლი ძლებს ვიყიდოთ. პორტოხალიც ვიყიდოთ. კაი ავწევთ. კიდე რა გვინდა? სპარმა გადაღება არ შეიძლებაო. ეგონება რა გუჩის მაღაზიაში ვიყავ. წლები ამ პარკში არ ყოფილვარ. ახლა გამახსენდა ძალიან პატარა რო ვიყავი. ყველაფერს უღნაოდი, დედა მიყიდე. ალბათ რა 7-8 წელს ვიქნებოდი, ბოლოს აქ რო ვიყავ. და მემორიე. სოფო აგემონეს კლინტოის. გაურებით და ხაკას უცხელება ალკოჰოლი თუ აღარა. ნახე ჩემოდა იქ უკვე. მედე. ძალიან მაგარი გლიტოინი ოღონდ მათ. უი მარად ჭესთან რა დამეორდა. დავასხათ. მე საჭესთავა ფიზიკურ. არა მოგიგეთ შახსი არა. უეჭველი? უეჭოს გეურა ბოროტი ხوار. არა. მომე დაგისხა. არა, არ მინდა იყოს მაგ. იყოს ამერსავია. კი ბატონო. ბარათი მე გაურიო. ბარათი რო გადავიხადე შემიძლია? კი როგორა ჩაოლე მობილშესება შეგიძლიათ. კაი. გადაიხადა. 5-1 66-62. კი მანანა გადავიქ ხალხი. რამდენი და ჩაგირიცხოთ? 10 ლარების გლიტოინი. აი, შენი გლინტოინი. აი, ჩაივი. კაი ბჯერა რა სამი. მადლობა. ჰელო. ძალამაზი. ეს არის golden tulip-ი, სოფ. აი მომეცება. შემიძლია დედას ვიცავა რომ აი რავი. ხელია? ისე რა. აუ რა კაია, ცოტა გაცივდეს და დავლებ ცოტა დამიტყვა. შესწავლა ფასიანი ვერს. ეს ცოტა გადამაცადე მე. მაჩვენე აბა ჩემი გლინტოინი. მოკლედ აქ შესწავლა არ უნდა იყოს ჩემი აზრით ფასიანი. როგორც ვიდეოგრაფი. ეხა აქ გადავიღებ ფოტოს. გადამიღეთ ორი ვიდეოგრაფი. ჩემი კამერა ჯობია. ამ სარკეშეს ფასიანი ხო არ არის გადაღება? მეც გადავიღოთ სამი. მე ესე ჩავიფიქრები. რა არის? მადლობა სარკეს. რო გადავიღეთ ფოტო. გლინტოინიც ხელია. ფოტოს ვიღებთ ახლა. და უნდა მოვიჭროთ. დავждეთ. არ გინდა სკა. არა დაგდომა ნო. აი აქ ხელზე კაია. ყველა და ესე მინდა. სოფო გეუბნებიან და გაიგე ხა დროზე. აი წავიდა. სო 1 2 3 ვიღებ. ნუ არვი. ბორჯომის ისტორიული პარკი, აქ უნდა გავიაროთ, ეხლა წყალი არ დაგვესხას უბრალოდ თავზე. ძალიან ლამაზია, ქაურობა ძალიან მიყვარს. ოუ, წყალი ჩამივიდა. ეხლა უნდა გავსინჯოთ ბორჯომი. მინერალური წყალი. აი, ონკანი არ დაკეტოთ. ესე გამოიყურება ბორჯომის პარკი და ბორჯომი თავად. იღებენ ფოტოებს გოგონები. სელფი? გავსინჯოთ ბორჯომის წყალი.
რა ქვია მას? საბაგირო გადავიღეთ. სოფო ფოტოებს უღებს იქ ვიღაცებს, არადებს. და ჭკუაზე არ არის. სიყვარულის ხეივანზე უნდა გავიდნენ, იქნებ რამე ღირსოთ. რა ლამაზია. ოქლომები. დიდაც ვერ გაგიჟდები ბორჯომის პარკზე, იმიტომ რომ არაფერი არ ხდება. 10 კაცი დადის და სრული სიცარიელია. ფასიან რატომ ვერ ხვდები ერთი ბორჯომის წყლის გამო და შიგნით საერთოდ არაფერი არ ხდება, იმიტომ რომ არც წყალი რომ მოგინდეს, რავი არ ნებისმიერ რაღაც ჰოთ-დოგი რაღაცა არაფერი არ არის. ორიანი ბორჯომის პარკს. გამორჩეული რაღაცა ჩანჩქერი. ძალიან ლამაზია სხვათა შორის. ახლოდან უფრო. მოვედით იმედია ფოტო დაბეჭდები დაგხვდება. კიდე არ არის ფოტო მზად კაცო. ტიპა დაგვაყუდა 1 საათი. ფოტოც ანერე მომიშალა ეხა მაგან. კიდე მინუსი. წამო გამოვართვა ეხა ფული როგორც მივეც. მოკლედ ეს იყო ჩვენი ვლოგი ბორჯომიდან. კოტეჯებს დაუწერდი ათიანს. იმიტომ რომ საოცარი ჰაერია, საოცარი ხედებია და ზოგადად კაი კომპლექსია, მოწესრიგებულია. აი თავად ბორჯომის ქალაქი. მინუს უსასრულობა. მოსახურების დონე არის 0. არაფერი აქ არ ხდება. ჩამკვდარია ყველაფერი. სულ ეს არა, ერთი გლინტვეინი დავლიათ, ისიც ძალით გამოგვართვეს ფული. მოკლედ, კარგად იყავით. გისურვებთ წარმატებებს და გენახოთ თქვენთვის სასურველი ადგილი დასასვენებლად. კარგად.